თანხის გამომუშავების პოტენციალი, კარიერული წინსვლა, დასაქმების პერსპექტივები, განათლების ხარისხი, ეკონომიკური მობილურობა, ცხოვრების მაღალი დონე. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციები ცხოვრებისა და მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნებს ავლენენ. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დეტალის გათვალისწინებით პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, სადაც მიგრანტებისთვის თანხის გამომუშავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველა კატეგორიის ქულების დაჯამებით შვეიცარიის საშუალო ქულა 84-ია. მომდევნო ქვეყანა საშუალოდ 79 ქულით სინგაპურია, სადაც შვეიცარიის მსგავსად თანხის გამომუშავების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, თუმცა ამასთან ერთად რეიტინგში მოხვედრილ ქვეყნებთან შედარებით სინგაპური დასაქმების მაჩვენებელშიც ყველაზე მაღალი კოეფიციენტითაა წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგში მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. ამერიკას იმიგრანტებისთვის სხვადასხვა პროგრამები აქვს, მაგალითად EB5, რასაც შესაძლოა მალე ტრამპის მიერ ინიცირებული ოქროს ვიზაც დაემატოს, რომელიც მდიდარი ინვესტორებისთვის ბინადრობის უფლებებს იძლევა. შედეგად ცხოვრებისა და მუშაობისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ყველაზე მაღალი ქულა თანხის გამომუშავებას აქვს მინიჭებული. საერთოდ ჯამში შტატების საშუალო ქულა 78-ია. მომდევნო ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც ბოლო პერიოდში ეროვნულ ინოვაციურ ვიზებს აძლიერებს, რისი წყალობითაც იმიგრანტებისთვის აქ ცხოვრება საკმაოდ მარტივდება. საშუალოდ ავსტრალიის ქულა 76-ია, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კი ეკონომიკური მობილობის კატეგორია აფიქსირებს. ბოლო 10 წლებში ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა კანადა კი მეხუთე ადგილს იკავებს. ცხოვრებისა და მუშაობის კოეფიციენტი აქ საშუალოდ 73-ია, ყველაზე მაღალი ქულა კი კანადას დასაქმების მაჩვენებელში აქვს. თუმცა ქვეყანა ამჟამად საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას განიხილავს, რამაც შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს. გაერთიანებული სამეფო მე-6 ადგილასაა და ქვეყნის ინოვატორ ფაუნდერ ვიზა მასშტაბური ბიზნესების შესაქმნელად სხვადასხვა ინდივიდებს აქტიურად იზიდავს. დიდი ბრიტანეთის საშუალო ქულა 70-ია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ქვეყანას განათლების ხარისხში უფიქსირდება. მეშვიდე ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც მიგრანტებს $550,000 სანაცვლოდ Golden Residence ვიზას თავაზობს და აქ ცხოვრება მუშაობას ბევრად მოქნილსაც ხდის. 67 ქულიანი საშუალო მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში ყველაზე მაღალი დონე დასაქმების პერსპექტივაში ფიქსირდება. ათეულში ასევე ახალი ზელანდია, ავსტრია და იტალიაც ხვდებიან.